საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემების მოგვარების დაწყებამდე არ აპირებს. ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა. ზურაბ აბაშიძის თქმით, რუსულ მედიაში მისი სიტყვები სწორად არის მოყვანილი, მაგრამ საერთო კონტექსტით სხვანაირად არის ინტერპრეტირებული. როგორც აბაშიძემ აღნიშნა, ეს საკითხი დღის წესრიგში შეიძლება დადგეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი დაიწყება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემების მოგვარება და იქნება მიღწეული სერიოზული პროგრესი. რაც შეეხება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხს, ამ თვალსაზრისით არანაირი სიახლე არ არის და ჩვენი პოზიცია ცნობილია რუსი კოლეგებისთვისაც. სანამ დარღვეულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, გრძელდება ოკუპაცია და მრავალი სხვა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ეს საკითხი დღის წესრიგში ვერ დადგება ვერანაირად. მაგრამ თუ კი ამ მიმართულებით ამ პრობლემების მოგვარების თვალსაზრისით დაიწყება პროცესი, მიღწეული იქნება მნიშვნელოვანი პროგრესი და შედეგი რაღაც ეტაპზე, ეს საკითხი ალბათ დადგება დღის წესრიგში, მაგრამ არა ეხლა. ამგვარად ამ საკითხის განხილვა ამჯერად არ ხდება. ამ ეტაპზე ქვეყნებს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და აბაშიძისა და კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა 7 თებერვალს გაიმართება, სადაც მხარეები ტრადიციულად ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური და ჰუმანიტარული თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. აბაშიძე კარასინის შეხვედრები 2008 წელს დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის არაფორმალური დიალოგის ფორმას წარმოადგენს. მოლაპარაკებები მხოლოდ ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ საკითხებზე მიმდინარეობს, აღნიშნული პროექტები პოლიტიკური საკითხების განხილვას არ ითვალისწინებს. ჩვენი მანდატი გვაქვს, ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს, რომელიც ჯერ კიდევ 2012 წლის ბოლოს შევათანხმეთ. ეს გახლავთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, სატრანსპორტო კავშირები, გარკვეული ჰუმანიტარული პრობლემები. ეს ძალიან დიდი სფეროებია, ბევრი საკითხია იქ და აი ამ საკითხების განხილვას მიეძღვნება ჩვენი მორიგი შეხვედრა პრაღაში.